პროცესი. უკვე იატაკს ვაკეთებ. აგერ მიქსერით ვზილავ. თუ გახსოვთ ეს ამდენად ჩავარდნილი იყო, ეს ამოვიყვანეს ზემოთ, ამის ქვემოთ არის უკვე მილები. 100-იანი მილიც ესე გადის. ეხლა თავარი არის რომ მოვჩე და დავასხა ეს იატაკი. მე უკვე გადავალ ლესვაზე. ჩდება და როგორ ფარავს. რა თქმა უნდა. კარგად ფარავს და არაფერი არ დაჩდება საგანგაშოდ. ანუ ეს კარგია. ეხლა ხაზზე ვასწორებთ. ლაზერის ხაზზე. აქ არის ყველა კაფელი გასწორებული მეგობრებო. ეხლა ის გადამჩენია უკვე. დავიწყოთ ძალიან რთული ადგილია. სულ ვიჭრებია და ამიტომ უკვე გადავიღე ვიდეოს, ეს მოთელვა იყო, არ გადავიღე შეგნებულად. მეთქი რამე ჩეპები რომ მოვიდეს თუ მაგრამ კარგი გამოვიდა. არა უშავს, ჭრები კარგია. გამწოვის ისიც კარგად გამოვიდა და ასე რომ ეხლა დავიწყებ უკვე გადაღებას და გაგიზიარებთ ჩემ ცოდნას. ესე გამოიყურება, ნახეთ, ხაზი მეტლახს და ცოტა ქვემოთ კვეთავს. ამ შემთხვევაში ცოტა სქელი ხაზი, ხა ცოტა ეს უნდა ავწიო. ამისაწევა კიდე მარტივად ესე ფეხს დავუდებ, მივაწვევი და აიწია. აჰა, ეს ხაზი გავასწორე. ცოტა სიქეთ ავწევ. ამასობაში აქ ხედავ და იდეალურია. კაია. კიდე რაც უნდა გავითვალისწინოთ, უნდა მოვქაჩოთ უკან. აი. ვერ ვწევ რა, იმდენად მიწებებულია, ასე რომ კონტაქტი არის. ეხლა ამის იდეალური. უკვე საერთოდ ვერ ვწევ უკან, ასე რომ თავის საქმე გააკეთა სავარცხალმა და
აქ წასმამ შევიდა ფორებში დავაძე გიძლიერად ფორებში შევიდა და ასე всё ეხლა ამის ჩამოვარდნის შანსი არ არსებობს ეხლა ამას ცოტა ავწევ კი ბატონო პატარა კუთხე ჩამოტყდა მერტყა მაგრამ ამას გვერდიდან კაფელი რომ მიაჩნდება ეს კაფელი რომ მიაჩნდება მალავს ესე რომ მაგ პრობლემა არ იქნება всё კაი ეხლა ხას გავასწორებ აი ესეთი გამოვიდა ეს ამოჭრები ესე ჩვენი დენს გვიდა წავედით ახლა ზემოთ აქ ფანჯარასთან 45 გრადუსებში მომიწევს მოშა და ძალიან გავწვანდები აი ნახეთ აქ კუთხე 45 გრადუსზე გამოყავს მოკლედ ნახოთ აბა რა სიტუაცია იქნება უცხიალის სუსტად თავის ადგილზე. აქ ყველაზე რთული გამოსაჭრელი არის ესეთი მახვილკუთხიანი კაფელი მეგობრებო, რომელიც ტყდება და ძალიან სიფრთხილე უნდა. მაგრამ გამომივიდა. აბა ესეც ასე დიაგონალზე კუთხეზე დაუდე ლაზერი და ზუსტად გვაქვს კუთხეც გამოვიდა თარაზოში. ეხლა ეს დარჩა რთული ადგილი ძალიან 45 გრადუსიანი კაფელები ეხლა დასაჭრელი 39 სანტიმეტრზე. რამდენი ვაშლი ფუკე დავჭერი.
მოგეთ რომ მეგობრებო, ეს არის ჩემი ცხოვრებაში პირველად გამოჭილი ორკუთხოვანი 45 გრადუსიანი ჭრა. ეს არის ხალხნული დაკეთებული, ეს არის უკვე გაჭრილი, დამუშავებული და მოდი ახლა ვნახოთ როგორ მოეცდება და იმედია არ გამიცრუდება იმედია. კარგი ჩანს, მოდი ახლა ჩვენი სკოჩები და გამოგვიყვება დავამთავრებაში ის ჭრაში. ვა აქეთ საერთოდ იდეალური. აქეთ ეს საფიავს. აი მოდი რომ შეგახედეთ. ახლოდან. აი ეს გვერდი დაიფუგება და ნორმალია რა. სული არ იქნება. კარგია. პირველი ნაკეთობისთვის ასე რომ თქვა კარგია. ნახოთ. ეხლა ნახოთ მეორე მხარეს არათანაბარი ზაზორებია. და უკვე ვიცი სადაც უნდა დავაშლიფო. თუმცა დამუშავის მერე ყველაფერი კარგად გამოვა. აი ესეთი გამოდის ამის წარდგმა და ეგრევე წაატყდება კუთხეები. და ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. მეგობრებო, ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარე და ეხლა მეორე იწყება. აქ რა თქმა უნდა 45-ების მოჭრას ზემოთ, ქვემოთ. აქედაც 45, აგერ პატარაზე კუთხე ჩამომიტყდა, აგერ კიდე აი აგერ მოკლედ არ ვიცი. ძალიან რთულია და იდეალურად ვერც გააკეთებ ამას მოყვარული რა, ესე იგი თუ პროფესიონალი არ ხარ მართლა. კაი, შეიძლება ქვის ბრალიც ვიჩქარე. ეხლა ამას ემოდან მეორე კაფელი წარმოიდგინეთ ახლა რას რთულია გამოსაჭრელი თავის 45 გრადუსებით. ესე იგი 100 და 100 45 გრადუსებით. ზედა კაფელი. სასწაული რთული საქმეა ახლა წინ. აი ესე გამოიყურება აქამდე მოვედი. კარების მხარეს დამჭა გასაკეთებელი და სხივი რა თქმა უნდა სხივშია. ცენტრი ვერტიკალი, ჰორიზონტი ყველაფერი ლაზერშია და საკმაოდ კოხტო და კარგი გამოვიდა. ნახოთ საბოლოო ჯამში როგორი გამოვა. გატრაპი გიდროიზოლაცია წაესვა საბანაო ადგილს და მოკლედ ხვალ დავიწყებ უკვე აგებას. შემდეგი საფეხური უკვე მოვიდა გათბობა დავამონტაჟე, ოღონდ იქეთ რა თქმა უნდა არ არის საბანაო მხარეს, საშხაბი მხარეს არ შეიძლება, ხოლო აქეთ უკვე არის ეს მინლები გაყვანილი, ეგ სენსორი და კომპრესი და მეჩდება ეგ კონტროლერი. უკვე დავიწყე ფილების დააგება დაჯერა. მოკლედ თითქმის მოვრჩი მიგურებო და დამრჩა მხოლოდ გადასაბიჯებელი რა საშხაპის ზონა. იატაკის ფერი მეტლახი არ დავაგე. აი ის კედლის ფერი ავიღე, ის მომწონდა რატომღაც და ეხლა ვაკეთებ ჩაჭრებს. და მერე ის ბოლო ის ტრაპის კაფელი იქნება ჩასასწრაფო. მოკლედ ესეთი გამოდის. ხაზი არ დავადარე, ისე შევწდი რატომ არ დავადარე, მაგრამ
გავყავი შუაზე რა, აი ეს მანძილი, გავყავი შუაზე და შუაზე გავაკეთე ჩაჭრა. არა, რა უკვე ხა. კაფელიც აღარ მაქვს მეტი. მოკლედ ესეთი გამოდის. ესეც ის 45-იანი ჭრა არის. ხო, გათბობის მილები აქ თავდება უკვე, იქეთ აღარ არის ბანაო მხარეს. ნახოთ, როგორი გამოვა. ეს ახლა გიჟების წებოთი დაფიქსირებული მაქვს. მეორე ნაწილს დავაფიქსირებ, მე ჩავასხამ წებო ცემენტს და მე ზემოთ ფილა წავა. მეგობრებო, პირველად ვაკეთებ, პროფესიონალი არა ვარ და ვნახოთ რა გამოვა. როგორი გამოვა ბოლოს ნახოთ ერთად შედეგი, რომ დაიფუგება უკვე. აი განახებთ ახლა როგორ გოხდათ ლამაზად დაჯდება, რა თქმა უნდა დამიწება თავის ადგილზეა და ესე ლამაზად ზუსტად უნდა იყოს მოკლედ მილიმეტრებში ამოჭრილი, თორე მერე იჩენს თავს. დამჩაიატაკის გათბობა შესაძლებელი, ამას შევერთებ და ნუ სხვა დანარჩენი არის ყველაფერი აწყობილი, კარებს დავკიდებ და ნუ ჭერი არის უკვე ვისახეთი. ასეთი სიტუაცია. ეხლა იმდინარეობს ამოსილი ყონება ხვრელების გაჟობა რომ მოხდეს და კაფელში ჩავიდეს წყალი. რაც შეგახედებთ თითოეულ წერტილზე ეს კეთდება. აქეთ გაკეთებულია, უკვე მონტაჟი დაყენებულია და ისიც დამაგრებული. მეგობრებო, ეხლა ნიჟარა უნდა დავაყენო. ამ ნიჟარას ფეხები მოყვა და ძალიან არ მინდა ეს ფეხები რომ დადგეს ამ ახინჯებს თან გამოსაწმენდი ქვემოთ. არ იქნება ისე კარგი, მე თან უჟანგდება დროთა განმავლობაში და ეს უნდა ეხლა დავკიდო. ეხლა მე ჩემებული ხერხი მაქვს მოფიქრებული და ვნახოთ როგორ გამოვა. ეხლა ჯერ სიმაღლეს კარგად შევარჩევ. ლაზერიც მაქვს, რომ სწორად დადგეს და მოდი ეხლა დავიწყებ საქმეს და თქვენს გაჩვენებთ როგორ გადავწყვიტე მოკლედ ამის დაკიდება ჰაერში. საკიდები სხვადასხვა არ მოყვა და ეხლა მინდა რომ ეს გვერდები დავხვიდო. სხვაგვარად ძალიან მძიმეა ნიჟარა, რაც უნდა დაიდოს და არ გამოდის რა. აქედან რო შუგუფი დავარდა PVH-ში. მაგას მიჩემი ანუ გაიკა სამარის ბოლტი გავუშვა და მოდი ერთად ნახოთ ეხლა რა გამოვა. მოკლედ დავაფიქსირე. ესე გამოიყურება, აი მაგ ძრაც კი არა აქვს და ეხლა უკვე შემიძლია მივაყენო ნიჟარის ავეჯი. აი ესე გამოვიდა, დადგა იდეალურად, თვითონ ლაზერს ზემოთ არ უმიზნებ, ზედაპირი არ არის სწორი. მოკლედ თვითონ მას ჩეპები აქვს რა, წუნიანი კარა და არა კაი აწყობილი. არა, თვითონ დაკიდებული გამოვიდა იდეალურად ცენტრში. ლაზერის ხილი მიყვება სარკესაც იდეალურად და კიდე ჩეპეს ახლა გაჩვენებთ რა არის. აი დააკვირდით ახლა თქვენს თვითონ ესე კედელი მიდის სწორად, მაგრამ აი ამის ხაზი არ არის სწორი. და მე დააკვირდით აქ აკეთებ შავარდას. ანუ რაც არ უნდა იდეალურად გააკეთო, მაინც რაღაცა გამოხდება ქარხნული წუნი და გააუჭებს საქმეს. სხვა დანარჩენი კარგი გამოდის, ეხლა დავალაგებ, დავასუფთავებ და მე გადავუღებ ერთიანობაში სურათს. ნუ გაიწყობა. გამწყობი და ჩადასაყენებელი, აქეთ გამონაწილებელი კოლოფი შეფუთულია. ესეთი გამოვიდა. მოდი შევიდეთ ეხლა და ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩემს მიერ აშენებულ მოწყობილი
სააბაზე. აი ესეთი გამოვიდა. დავიხედოთ აბა სარკეში. აქ რა თქმა უნდა ეს ცენტრი პირდაპირ შუაში ჩვენი სარკე. სარკე მანქანა ესე ყოფდათ ლამაზად ჩადგა, ჩაედია. ნუ აქ შეიძლება ეს თარო დავკიდო. ველებს დამალავს და ნუ მომავალში გადაფობის წყლის გამაცხელებელი რო დამჭირდეს დადგება. აქ იქნება წყლის ბუსტერი დაერთდება იმ შემთხვევაში რომ წნევა გვაქვს დაბალი, ნუ ხან მაღალი ხან დაბალი მოკლედ ერთ სიტყვით მაგისტვის არის და ბუსტერი დადგება და წყალი წამოვა წნევით. ეხლა ქვემოთ ტყობა გამორთულია, მაქვს პომპა წყლის, მაგრამ ვერ ყოფნის წნევა, ვერ ხსნის დუშს კარგად და მაგისტვის მაგ გათვლილი ეს ბუსტერი. ეს ჩვეულებრივად ერთი წერტილი, ეს დამიწებით რა თქმა უნდა და ეს დიფერენციალურზე ჩართული არის, დაცვაზე ნაფიქრი გვაქვს. აქ უნიტაზი დადგა, ჰიგიენური დადგა. საშხაპეც გვაქვს, ეხლა ჩავდგები აქ. სრულიად საკმარისი ზომა, 81 გამოვიდა საბანაო წერტილი. შევხედოთ ტრაპს. ტრაპის ხარჯს. დახრილობა კარგია. ტრაპი კაფელით არის ჩაადგმულია. ვაუ, ეს ამდენი ხნის მერე გავიგე რომ არ ყოფილა მოკლედ კაფელი და გრანიტის ფილაა. საკმაოდ სქელი ფილა იყო. სანტიმეტრიანი იყო ეს მოკლედ. და მაგიტო ვიწვალე ძალიან. აქეთ რაც შეეხება, ნუ რა ვიცი, მუშაობს ყველაფერი კარგად, ეს იატაკის გათბობა ძალიან კარგია, ძალიან მაგრად ათბობს და ყოფილი ვარ. შვენივრად მუშაობს. ესეც რა თქმა უნდა დამიწებაზეა, დიფერენციალურ ამოვრთველზეა, უსაფრთხოებაზე ნაფიქრია ყველაფერი. ეს ჩვენი გამანაწილებელი, კაბელების გამანაწილებელი შახტა კაროვკა, ასე რომ ვთქვათ. აქეთ გამწოვი კარგად დადგა, კერი რა თქმა უნდა ისე დახრილი გამოვიდა, მანსარდული ტიპის, სივრცე რო არ დამეკარგა, ესე რომ წამოსულიყო სივრცეს ვკარგავდი და რატომ უნდა დაიკარგო სივრცე. ნუ რა ვიცი, ყველაფერი არის ჯიგრულად. ხედიც გვაქვს ვენახის და ასე რომ ასეთი გამოვიდა. აბა თუ მოგეწონათ დაარტყით ლაიქები და შევხვდებით შემდეგ საინტერესო ვიდეოში.